ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება. გაშენების ადგილი, სწორი მოვლა და სწორ დროს დაწყებული თველი ხარისხიან მოსავალს ნიშნავს. ყურძნის მაღალ ფასს, მაღალი ხარისხი განსაზღვრავს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 2026 წლის რთველის დროს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს. კონდიციური, არანაკლებ 21% შაქრიანობის ჭარბი საფერავის ღირებულება ლარი და 50 თეთრი იქნება. 90 თეთრი ეღირება საფერავი, რომლის შაქრიანობაც 17%-დან 21%-მდეა. ლარი 30 თეთრია დადგენილი არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობის ყველა საღვინე ვაზის ჯიშის ყურძენზე. 80 თეთრი ეღირება საღვინე ყურძენი, რომლის შაქრიანობაც 17%-დან 20%-მდეა. 30 თეთრი იქნება საფერავის და საღვინე იმ ყურძნის ფასი, რომლის შაქრიანობაც 17%-მდეა. ხოლოდ ხარისხიანი ყურძნიდან იქმნება ნამდვილი ქართული ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტო.